იამელი თაურთან დავიწყებთ საუბარს და პირდაპირ ჩართვით ხაზზე გვეყოლება მარიკა არევაძე. ია მოგესალმებით, მარიკა მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მარიკა ყვებოდა იმის შესახებ თუ რა ხდებოდა დაკავების მომენტიდან იქ დაკავების მანქანის თუ შენობების ჩათვლით, მაგრამ მე მინდა რომ თქვენ მოუყვეთ ახლა ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რატომ გახვედით, რატომ მიხვედით იმ დღეს საკრებულოს შენობასთან და რატომ დაიკავეთ ის პლაკატი, რომელზეც აი ასე ძალიან მძიმედ რეაგირებს ხათ შორის ქართული ოცნება, ხო, როგორც აღმოჩნდა. მივესალმები თქვენ მაყურებელს პირველ რიგში. სასამართლოზე განაცხადა, რომ ეს იყო თორნიკე თეშხუასადმი ხარდასაჭერი აქტი, სოლიდარობის აქტი განახორციელე, გავაკეთე იგივე, რაც მან გააკეთა, რის გამოც რა თქმა უნდა დაგვაკავეს, არც გამკვირვებია, ველოდი ამას. რეალურად როცა ვინმეზე არ დარდობ და არ გაინტერესებს, არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვის შენზე. შესაბამისად ძალიან ვადარდებთ ქართულ ოცნებას, საპროტესტო მოძრაობაზე ძალიან ნერვიულობს, რომ დღემდე არ გამტყდარვართ და ჯიუტად ვდგავართ. დანარჩენი დაკავებასთან დაკავშირებით რა ფორმით ხდებოდა? მოკლედ, აი გახვედით თორნიკე თეშხუა, დაიკავა ეს პლაკატი ხელში, სადაც მოხსენიებული იყო ბიძინა და ალბათ ბიძინას ხსენება არის ყველაზე მეტად მტკივნეული, თვითონ ბიძინასთვისაც და მისი აი ამ ამალისთვისაც, რომელიც გამოდის შემდეგ და ძალადობს მშვიდობიან მომიტინგეებზე, გახვედით თქვენ ამავე პლაკატებით. მოვიდა პოლიცია, ხო? აი რა ხდებოდა, რას გეუბნებოდნენ, რატომ არ შეიძლება ეს პლაკატი, რა ტიპის დარღვევაა და რა ფორმებით შეტენეს აი მართლა ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ აი ამას ხედავთ ახლა ჩვენ ეთერში. არაფერ გაფრთხილებას ადგილი არ ქონია, საერთოდ. დიახ. არც მოწოდებას, არაფერი არ ყოფილა, უბრალოდ ესე აი ესეთ დაგვაკავეს. მე ყოველგვარი წინააღმდეგობა თავი შევიკავე წინააღმდეგობისგან, ფაქტობრივად ეს ღიმილით პლაკატ აწეული ესე გავყევი. ეს მამა გეიშვილი იყო, რომელსაც ესე ხელი მომავლო, ხოლო უკვე მარშრუტკაში რატომღაც გადაწყვეტეს, რომ ვერავიდოდი თუ დახმარება მჭირდებოდა და დავით სამხარაძემ თუ არ ვცდები მამა გეიშვილის თანაშემწეა გამოიჩინა ეს აგრესია ისეთი და მკლავზე ისე მაგრად მომიჭირა ხელი რომ მქონდა სისხლჩაქცევა და კი მე განვიცადეთ კივილი ვინმეს თუ გაიღიმება ამაზე არ ვიცი თუ დგებუაძეს არ ეთკინა მეც მეთკინა დაზიანების კვალიც მქონდა ნამდვილად მქონდა უბრალოდ შეწითლებული არ მქონდა მართლა სისხლსა ნაჟღენში მქონდა ფეხზეც მქონდა წვირზე შემდეგ აი ამ თან სიბნელე იყო თან ძალიან პატარა მანქანა იმისთვის რომ 7 ადამიანის შეტენო აი გამოვიყენებ მაგ სიტყვას და უცებ ვხედავ გზნობ რომ ვიღაცა მომიგდეს ფეხებში აი პირდაპირ გაგებით ესე შემოტენეს ესე ჩავხედე აღმოვაჩინე რომ მარინე იყო ნანავა და შევიცხადე კიდევაც საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი იმიტომ რომ იმდენად რაღაცნაირად საყვარელი და გაწონასწორებული გოგოა და ყველაზე ცუდი ის იყო რომ ეს სათვალეც ხო გაუტეხეს და ვერც დგება ფეხზე იმიტომ რომ ფიზიკურად სასასვლელი არ არის კიდე დავით სამხარაძე მოვიდა და წიხლს ტენის და აწვება რომ თურმე ნატაბოლქვაძის შემოტენვა უნდა დამატებით. იქვე რა გიწერთ რანაირად ვიყავით განლაგებულები. მარინეც სკამზე მხოლოდ იმის შემდეგ დაჯდა სავარძელზე რაც სხვამ გაუცვალა ადგილი, თორნიკემ გაუცვალა ადგილი, ოთოშხვა არა სხვა თორნიკე. დიახ და აი ესე მოხდა დაკავება, თვითონ პატრულის თანამშრომლებით ფეხზე იდგნენ ორნი, ერთი ფაქტობრივად მარინეზე იდგა, რაც სკამებს შორის გაკვეხებული იყო ნატა და მართლა რაღაცა საგზაო შემთხვევას რო ქონოდა ადგილი, იქიდან ალბათ ცოცხალი არავინ არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ აი მართლა ზელილები ვიყავით ერთმანეთში. ხო, ძალიან მძიმე ამბავია, ეხლა თქვენ რასაც ყვებით, ჩვენ გადავალთ ოდნავ მოგვიანებით გაგრძელებაზე უშუალოდ შენობაში რაც ხდებოდა, მანამდე მარიკა მინდა შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში და აი ის ნაწილი, რაც უკვე მოყვა იამ, ამის შესახებ ვთხოვოთ მარიკას კომენტარი, რომელიც მოგვიანებით და ამ ნაწილზეც გადავალთ და ვისაუბრებთ აუცილებლად მარიკას მართალი არ სურს ხოლმე ასეთი ძალადობის პირობებში და ასეთი მოქცევის პირობებში საკუთარ თავზე
ბევრ აქცენტს არ აკეთებს, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია რა ხდებოდა შემდეგ სასამართლოში. მაგრამ მარიკა, მოდი დავიწყოთ იას მონაყოლის იმ ეპიზოდით, რასაც ის ყვება, რა ხდება დაკავების მანქანაში ქალებს, აი ასე პირდაპირ მნიშვნელობით ტენიან, ყრიან მანქანაში და შემდეგ როგორც ვიცით, ერთ-ერთი პოლიციელი პირდაპირ აბიჯებდა ფეხს, ხო? ნანა. წასასვლელი არ იყო, ფაქტობრივად ვერ წავიდა ვერსად. მარიკა, აი როგორ შეიძლება რომ შევაფასოთ აი ეს ეპიზოდი? მოგესალმებით პირველ რიგში თამარ მივესალმები იასაც აქედან კიდევ ერთხელ და თქვენს მაყურებელს. მნიშვნელოვანი აღინიშნოს რომ ეს პროცესი მთლიანად დაკავების წუთიდან დაწყებული, შემდგომ განვითარებული მოვლენებით დასრულებული, მთლიანად გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს და სამართლებრივ პროცესს ზოგადად. რატომ ახლა? პირველ რიგში ის პლაკატი კონკრეტულად რაც იყო გაშლილი, არ შეიცავდა კონკრეტული პირის მიმართ რაიმე შეურაცხყოფას, ხო? იქ არ იყო კონკრეტული პირი გამოყვანილი. სახელი ბიძინა ძალიან ბევრია, ხო? თავად დააკავშირეს კონკრეტულ პირთან, თუმცა პლაკატზე კონკრეტული პირის წარწერა ნამდვილად არ იყო, ანუ გვარიც არ ახლდა თან. და 166 მუხლის შემადგენლობაში, ანუ წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობაში არ ჯდებოდა ისევე როგორც ვინმეს შეურაცხყოფაში, ანუ 173 მუხლის შემადგენლობაში. ამის შემდგომ უკვე უშუალოდ ჯერ დაკავების ფაქტი წარმოადგენს, ესე იგი პირველ რიგში რო აღვნიშნოთ, აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში უხეშჩარევას და მის უკანონო შეზღუდვას. ამის შემდგომ უკვე თვითონ დაკავების პროცესიც იყო აბსოლუტურად უკანონო და იმ ძალის არაპროპორციული ძალის გამოყენებით, ასე ვთქვათ, და ამ დროს მიიღეს დაზიანებები არა მხოლოდ იამ, არამედ როგორც ყვება მარინე ნანავას დაუზიანდა ნივთიც და ზედედგა პოლიციელი, ხო? და იას სისხლნაჟღენთები, რომელიც მან აღნიშნა, მე ჩემი თვალით ვნახე, როდესაც ვიმყოფებოდი და მოვინახულე ის თელავის იზოლატორში. დაკავების შემდგომ, ანუ ამ მანქანიდან ეს ადამიანები ყველა წაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგრეთ წოდებულ შუშებიან შენობაში, სადაც საათობით უკანონოდ გააჩერეს ასევე, არ ქონდათ გადაწყვეტილი სად გადაიყვანდნენ, რომელ იზოლატორში და ამ ხნის განმავლობაში კონკრეტულად ია მელითაურზე. მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, რომელიც ითხოვდა წყალს არ აწვდიდნენ, რაც არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდება. გარდა იმისა, რომ დაკავების შემდგომ უკვე სასამართლოს ხდომები წარიმართა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, რომელიც უსაფუძვლო დაკავებითვე დასრულდა იას და ნატოს შემთხვევაში და კიდევ შაკოს შემთხვევაში და კიდევ ერთი პირი იყო დაკავებული, რომელსაც მეორე დღეს უკვე ნოდარი დაემატა. და იზოლატორში, ნახეთ ამ დღეების განმავლობაში, როგორც მე ნატო და ია ვნახე თელავის იზოლატორში, მე გავარკვიე, რომ თურმე 2 ღამე მათ მოუწიათ ფაქტობრივად დაკავების მანქანაში გათენება. ეხლა ის დარღვევები კიდე წვრილ-წვრილი, რაც იყო და რაც მნიშვნელოვანია, თითქოს წვრილია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამას უკვე ანგარიში ავსახავ აუცილებლად, რომელიც გაეგზავნება როგორც სახალხო დამცველს, ასევე გაეგზავნება არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. კი ბატონო, მარიკა, დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში, მანამდე ისევ იასთან გადავალ. კითხვით აი ახსენა ახლა მარიკამაც უშუალოდ შენობაში რა ხდებოდა, ითხოვდით თუ არა მართლა წყალს და ყველა მზია ამაღლობელის ეპიზოდი გაახსენა სხვათა შორის ამ მონათხრობმა, როცა მზიასაც იგივე სიტუაცია ჰქონდა, როცა ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს, იყო სხვადასხვა ტიპის მორალური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფა და შემდეგ აი შეურაცხყოფილი ადამიანი რომ გამოვიდა გარე და ირაკლი გებუაძეს სილა გააწნა, ხედავთ ჩვენ რომ დღემდე პატიმრობაში ადამიანი. რა ხდებოდა უშუალოდ შენობაში ეს რომ მოგიყვეთ და შემდეგ უკვე იზოლატორში, გურჯაანის იზოლატორში გადაგიყვანეს თქვენ, ხო? აი ამ ნაწილზეც მინდა რომ გაამახვილოთ ყურადღება. შენობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ფეხის შედგმის მომენტიდან წყალი ვთხოვე ქალბატონ პოლიციელს, ქალბატონი მედგაგვერდით, რომელიც სადღაც გავიდა, მოვიდა და ბოდიშო კარი დაკეტილიაო და აი მეც მინდაო წყალი და ვერ ვსვამო. ნუ კარგი მეთქი ვიფიქრე ცოტა დრო გავა და კიდე მოვითხოვ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მინდოდა წყალი. ფიზიოლოგიური ძალიან მარტივი რამ არის სიცხეში, ხო? გავიდა რაღაც დრო კიდე მოვითხოვე.
კი, რამდენჯერმე მოვთხოვე. მე უკვე ბავშვებიც ამყვნენ, რომ ნუ რა გახდა ეს წყალი, ერთი ჭიქა წყალი, რა გახდა, რომ დალიოს ადამიანმა, მარინემ გამოხატა უკმაყოფილება, შაკომ გამოხატა უკმაყოფილება, ნუ და რა თქმა უნდა, იმის ნაცვლად, რომ თუნდაც აეხსნათ, რატომ არ არის წყალი, ან საიდანღაც გაიჩინათ, არ ვიცი, მე ჩემი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს ონკანების განლაგება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამის ნაცვლად დავით სამხარაძემ და მე გავარკვიეთ მეორე ადამიანის სახელი და გვარი რობერტ გოგიშვილი. დიახ. გამოხატავდნენ ჩვენ მიმართ აგრესიას, რომ წყალი თუ მინდოდა სახში უნდა დავიყავი, წყალი არა ის. შემდეგ კიდევ ეს განაგრძეს მსგავსი შინაარსის შემცველი წინადადებების სროლა. წყალი თუ გინდოდა სახში უნდა ვიყავი. დიახ, ანუ ქუჩაში წყალი რომ მომინდეს, სახში უნდა ვიყო, იმიტომ ქუჩაშიც მინდა წყალი. საგანგებოდ არ მქონდათ, ხო? ეს უკვე საგანგებოდ თუ წყალი გინდოდა სახში მჯდარიყავი, რაც გახვედი აქციაზე, ხო? ეს ნიშნავს იმას. მე ეს ფრაზა იყო ზოგადად პოლიციელებსაც ახასიათებთ ხოლმე ეს ფრაზა რომ ამათთან ლაპარაკს ხომ აზრი არ აქვს აი რაღაცა კოლექტიურ რაღაც მასად აღვიქვამენ სადაც ინდივიდუალიზმს არ აღიარებენ ოცნება რომ აპატიეთ მაგრამ ეგენი ქალები არ არიან და ნულოვანი თანაგრძნობა ეს აისახება შემდეგ მათ ქცევებში აბსოლუტურად მწვანე სუნთებს ყოველგვარ ძალადობას იციან რომ არ დაიშჭებიან თან დაახლოებით 17 ფორმიანი პოლიციელი დავთვალე ამ შენობაში სივრცეში და 1-4 ალბათ ფორმის გარეშე არც ერთს არ მოაფიქრდა რომ თუნდაც უფროსისთვის წინააღმდეგობა გაეწია იმიტომ რომ ეს იყო კანონდარღვევა ყველაზე ესეთი უკვე მე ჩემთვის სასაცილო იყო ორი აპარატი იდგა ის ჩამოსაგდები რო ფულს რო აგდებდა გვერდიდან ვერ ვხედავდი შიგნით რა იყო და მე აღმოჩნდა თუ მე იქ წყალიც იყო ერთმა ჩამოიყარეს თვითონ დალიეს ერთმა ეს გადასცეს ეს როლა ბოთლი და ეს ცივცივი გემრიელი წყალი მიირთვეს ნუ აი რაზე უნდა ვილაპარაკო თან მოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბუბა ნაჭყებია რომელსაც უკვე კარგად ვიცნობთ ხშირად სხდომებზე არის რომელსაც ვუთხარი რომ აი ბუბა წყალს არ გვასმევენ და იქნებ მიხედო ამ საკითხს რომელსაც უბრალოდ ღიმილი და ესეთი სანდომიანი ღიმილი გამომიგზავნა და რა თქმა უნდა არაფერი არ გააკეთა ამასთან დაკავშირებით მე უკვე გურჯაანის იზოლატორში დაზიანებებზე ექიმმა რო დაგვისვა შეკითხვა რა თქმა უნდა ვუთხარი დაზიანებებზე და დაკავებაზე და ყველაფერი აღწერე და პროკურატურას გადაეცა მეორე დღეს გამომძიებელი მოვიდა არ ვაპირებდი თანამშრომლობას ადვოკატის გარეშე და გამიმართა რომ უცებ დეიმავარდიაშვილი მოვიდა ჩემი ადვოკატი და გავაკეთეთ გამოვიკითხე თავისი სახელებით და გვარებით ყველაფერი როგორც საჭირო იყო არ ვიცი რა რეაგირება მოყვება ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მაგრამ ფაქტია რომ მე არანაირი და გურჯაანის იზოლატორზე ია კიდევ დამატებით მინდა გკითხოთ იქ რა ვითარება დაგხვდათ თქვენ ესეც ალბათ მნიშვნელოვანია რომ იცოდეს მაყურებელს ერთ საკანში ვიყავით 4 გოგო ძალიან ცხელოდა ფანჯარა არის ოღონდ ვინც მჯდარა ეცოდინება პატრატარი აქვს სახელური და ის უნდა გაწიო და გამოწიო და იღია იყო და დიდზე არ იღება ამ სიცხისთვის არ არის სავარაუდოდ გათვლილი და ასევე კარს აქვს ეგრეთ წოდებული კარმუშკა პატარა სარკმელი საიდანაც რაღაცებს გაწვდიან კი ბატონო ვიხვეწებოდით რომ ეს კარმუშკა მაინც გააღეთ იმიტომ რომ არაადამიანურად ცხელა სიცხის გარდა მართლა უჟანგბადობა იყო ტუალეტის გამწოვი მუშაობდა მხოლოდ ისე რომ ხმაც ისმოდა და ტუალეტის კარს ვტოვებდი დღიას რომ ცოტა ეგებ ემუშავა აი სიცხიან ბუღი გაეტანა არგუმენტი ის რომ ეს ევრო სტანდარტიაო და ნატო ბოლქვაძემ ძალიან კარგი რაღაც უთხრა ეს თუ მისაღებია და ევრო სტანდარტია მაშინ თქვენთან დერეფნებში ვარი კონდიციონერები გამორთეთ თუ ეს თქვენ არ ხართ ჩვენზე მეტი ყველაფერთან ერთად უდანაშაულის პრეზუმპცია არსებობს და კი კაცის მკვლელი იქნება თუ პედოფილი იქნება თუ ვინ იქნება თუ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო და ისეთი რომ ყველასთვის კანონი ერთნაირი იყოს ყველაფერი უნდა იყოს ერთნაირი უნდა ფუნქციონირებდეს ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს მათ თუ ტექნიკური ხარვეზი აქვთ წყალს რომ ვითხოვ წყალი უნდა მომაწოდო ტუალეტში გასვლას რომ მოვითხოვ როგორც წინაზე ხელები უკან ბორკილე დადებული გოგო პოლიციელთან რომ გამაგზავნეს და ბოდიშს ვიხდი და ქამარიო გოგომ გამიხსნა კი არა და ღილი შარვალი იმიტომ რომ ჩემი თუ ერთ ჩამოვახერხებდი ანუ მსგავსი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს არ შეიძლება და ეს უკანონობა ხალხს მინდა აღვხსნა მივა ყველასთან
აბსოლუტურად ყველასთან. ან ბრმატყუია მოკლავს, ან წამალს ჩაუდებენ, რაც უკვე ნახეთ და კარგად გამოსდით. აი ამდენი უკანონობა იწევს უფრო დიდ სიბრაზეს, დასაბუთებაში მოსამართლეს უწერია, რომ ეს სადამხჯელო ღონისძიება კი არ არისო, ეს არისო, რომ აი აღმზრდელობითი, რომ იგივე აღარ გავაკეთო, ჭკუა რომ ვისწავლო და რა უნდა ვისწავლო, აღარ გავაპროტესტო? ხო, ნუ ახლა კარგად ჩანს ეს ამითი ვისასწავლიან ჭკუას და როგორ და აი ამ წუთებში გახდა ცნობილი, რომ თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა და მისი ადვოკატი ჩვენ ცოტა ხანში შემოგვერდება, მანამდე მარიკა თუ არის ხაზზე, მარიკასთან გადავალ ისევ შეკითხვით. მარიკა, რასაც ყვებოდა ახლა ია, არ ვიცი, ახლა ეს მართლა წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა თუ შეფასებას თქვენ უკეთ გააკეთებთ, მაგრამ ნაცვლად იმ მოძალადე პოლიციელებისა, ვიზეც ამბობს ია, რომ მან აღწერა, მისი დაზიანებებიც აღწერილია, დაასახელა კონკრეტული სახელები და გვარები, სასამართლო დარბაზებში ისევ ამ ადამიანებს ასამართლებენ, ეს სამწუხაროდ სიახლე არ არის ჩვენთვის, მაგრამ ასია უკვე რაღაც ტრადიცია დაამკვიდრა ოცნებამ, რომ ამ პოლიციელების ნაცვლად განსასჯელი სკამზე ეს ქალები, კაცები, ბიჭები თუ გოგოები სხედან და ირაკლი დგებუაძის ლოყის აწითლებაა და ამათი სისხლჩაქცევები თუ სხვა ტიპის დაზიანებები ეს არაფერს არ ნიშნავს. ანუ შიგნით ასამართლებენ მსხვერპლებს და გარეთ მათი ადვოკატები თუ გულშემატკივრები ისევ ძალადობის მსხვერპლები ხდებიან, ოღონდ უკვე მანდატურების მხრიდან. აი ეს რა შეიძლება ამას უწოდოთ ამ ყველაფერს, რა ტიპის მოქცევა არის განსაკუთრებულად ქალების მიმართ ოცნების მხრიდან? ოცნება ხედავს ქალების უკომპრომისო ბრძოლას, შეუპოვარ ბრძოლას და იმას, რომ ქალები არ აპირებენ გაჩერებას, როგორც ეს ზოგადად საქართველოს ისტორიის მანძილზე ხდება ხოლმე, ქალები ყოველთვის იბრძოდნენ და დღესაც ამ ბრძოლის მედროშეები არიან, შეიძლება ითქვას და განსაკუთრებული სიძულვილი აქვს სწორედ ქალების მიმართ და განსაკუთრებით უნდა რომ დასაჯოს ქალები იმისათვის, რომ მოახერხოს როგორღაც მათი ბრძოლის ჩაკლა, გაჩერება და ასე ვთქვათ ამ რეპრესიებით გაჩერება. თუმცა ეს არ გამოსდის, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს კანონები, ეს სასამართლოს ხდომები, ყველაფერი მოფიქრებულია იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გაჩერდეს, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. ია მისაუბრა არაერთ შემთხვევაზე, რომელსაც დარღვევას ჰქონდა ადგილი, ხო, თუმცა ასევე ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა იყო, რომლის გამოსწორებასაც მე ვცდილობდი იმ დროს, როდესაც ძალადობა განხორციელდა და მე შემეშალა სასამართლოს ეზოში და მე შემეშალა ხელი საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში. როგორც იას ადვოკატი, მე ვცდილობდი, როგორც კი გავიგე, რომ რამდენი მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათი იყო გასული მას შემდგომ, რაც იას დადგენილება გამოვიდა, მას შეეფარდა პატიმრობა და ჯერ კიდევ სასამართლოს შენობაში იყო დაყოვნებული სრულიად უკანონოდ, დავიწყე იმის გარკვევა თუ და დაჩქარება, რომ დროულად მომხდარიყო მისი გადაყვანა შესაბამის იზოლატორში, იმიტომ რომ სასამართლოს საკანი, რომელიც სარდაფში მდებარეობს, რომელიც ძალიან მოუხერხებელია და რომელიც დამატებით წარმოადგენს, ასე ვთქვათ, დისკომფორტს და არასათანადო მოპყრობას ადამიანისთვის, ზედმეტად რომ დააყოვნო იქ, ხო? და ამ პროცესში შემეშალა მე ხელი, მაგრამ დგებუაძისგან განსხვავებით აგერი ამაც ახსენა, რომ ის დაზიანებები, რაც აქვს, ნათქვამი აქვს, მიცემული აქვს ჩვენება, მაგრამ არ აფრიალა მისი საკმაოდ ისეთი დაზიანებები. ანალოგიურად მე ეს ხელი მткиოდა, მქონდა აწითლებულიც იყო და უფრო მეტიც, მეცაც გეტყვით, აქეთ მხარეს სისხლჩაქცევებიც მაქვს და დალურჯებებიც, თუმცა არ ვაპირებთ ამ ყველაფრის ფრიალს. ამ ყველაფრის გამოფენას, ასე ვთქვათ, მაგრამ სამართლებრივ პროცედურას აუცილებლად გავივლით. ყველა ეს შესაბამისი, ასე ვთქვათ, ყვალი ძალადობის არის აღწერილი, სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებული და პროკურატურისთვის იქნება მიწოდებული უკვე ორშაბათისთვის საქმე ამ ნაწილშიც აღძრულია, მაგრამ არ არის აღძრული როგორც ადვოკატო საქმიანობისთვის ხელი შეშლის ნაწილი და ეს მხრივ აუცილებლად დაემატება. ამას რატო ვაკეთებ? იმიტომ რომ როგორღაც მოვახერხოთ მოძალადეების შეკავება
თუმცა ამ რეჟიმში რა თქმა უნდა არ ველოდებით რომ ამ მოძალადეებს დააკავებენ, მაგრამ ამ ტიპის საჩივრები, ამ ტიპის საქმეები აუცილებლად გაცოცხლდება, როგორც კი რეჟიმი შეიცვლება. შესაბამისად, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ვინც კი გახდება ძალადობის მსხვერპლის სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან, იქნება ეს პოლიცია, პატრული, მანდატური თუ ასე შემდგომ, დაწერონ საჩივარი, აუცილებლად მოყვება ამას შედეგი, როგორც კი ცვლილება დადგება და დამნაშავეები აგებენ პასუხს. ახლა რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, რა პროცესში ვართ, ხო? ეს არის პროცესი, როდესაც ადგილობრივი მკურნალობა, აი მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით მკურნალობა საქმეს არ უშველის. თუ არ მოხდა ერთიანად რეჟიმის ცვლილება, არ მოხდება არც სისტემური დანაშაულის აღკვეთა, არც უკანონო დაკავებების გაჩერება, არც უკანონო კანონების მიღება და რეპრესიების გაჩერება. შეიძლება დროებით რაღაცა შეაჩერონ, შეწყვიტონ, საჩვენებლად, ადამიანების გულის მოსაგებად, მაგრამ მთავარი პრობლემა დარჩება. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის უფლებებს მასობრივად არღვევს და თან განგრძობითად და ეს ნათქვამია არაერთ საერთაშორისო თუ შიდა ანგარიში თუ დასკვნაში თუ დოკუმენტში. ამიტომ ეს ძალა უნდა დასრულდეს საქართველოში და ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს ის აქციაზე იდგება თუ არ იდგება, მასთან აუცილებლად მივა ოცნების რეპრესიები. იმიტომ რომ ყველა მოქალაქე, რომელიც უბრალოდ თავისთვის იქნება, მაგრამ არ მოეწონება ოცნებას, სამართალს ვერ იპოვის და მიიღებს იმ რეპრესიებს, რომელსაც ახლა დღეს ვიღებთ ჩვენ, ვინც ვართ ამ ბრძოლაში. კი ბატონო, მარიკა. გამძლეობა და ქალები აუცილებლად გაიყვანენ ამ ბრძოლას ბოლოში, მე ამაში ვარ სრულიად. კი, ნამდვილად ასეა. დიდი მადლობა მარიკა, მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მარიკა არევაძეს დავემშვიდობებით და დაველოდებით უკვე ეკა ქობესაშვილს, რომელიც არის თორნიკე თოშხუას ადვოკატი და ის შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. მანამდე ბრუნდებით იასთან და აი მარიკაც ამბობდა ახლა ია, რომ ეს არ არის რაღაცა ეპიზოდური გამოვლინება ძალადობის და ჩვენ ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მართლა ისეთი გაუგონარი და ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელი ძალადობის მასშტაბი ვნახეთ. ეხა პირდაპირ ძვლებში დამტვრევიდან დაწყებული ქიმიური მოწამვლი დასრულებული და ეს ძალადობა კი არ ჩერდება და კი არ ნელდება. პირიქით, ქართული ოცნება ამას ახალისებს და აგერ ვნახეთ, რომ ძალადობრივი დაჯგუფებაც კი შექმნეს სპეციალურად, რომ ასეთ ადამიანებს გაუსწორდნენ. მართალია, მალევე თვითონვე მიხვდნენ რა კომიკურ სიტუაციაშიც აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს ხომ ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკაა. ია, ფიქრობთ თუ არა, რომ აი ამ ძალიან სახიფათო პოლიტიკის მსხვერპლი ძალიან თავისუფლად და ძალიან მალე ისე რომ ვერც კი წარმოიდგენენ უახლოეს მომავალში შეიძლება აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც ახლა ფიქრობს, რომ აი თქვენ როგორც გითხრეს, რომ წყალი თუ გწყურო და რას გადიოდი გარეთ და სახში დამჯდარიყავიო და აი ამის შიშით თითქოს რომ სახში შედან და აი მოდი გარეთ არ გავალ და იქნებ მე არ შემეხოს. აი ამ ადამიანებმა რა უნდა იცოდნენ, როცა ასეთი ძალადობრივი გარემოა, მხოლოდ თქვენ კი არ მოგაკითხავთ, რომ მათაც ძალიან მალე მიაკითხავს ეს ყველაფერი. ცოტა ფართოსულად რომ შეხედონ იქნება ძალიან კარგი. შეიძლება კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკის პარტიის მომხრე ადამიანის მიმართ ჩვენ სიმპათიები არ გაგაჩნდეს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არ შეიძლება ეს ფიზიკური ანგარიშწორება, არ შეიძლება ძალადობის წახალისება, რასაც ქართული ოცნება ვაკვირდებოდი დაახლოებით 5-6 წლის წინ, როგორ ნელ-ნელა მატულობდა სოციალურ ქსელებში განსხვავებული აზრის ან ჩაცმულობის ადამიანების დევნა, თითქოს აი ზიზღი მოაგროვეს სპეციალურად და ეს მთელი ზიზღი მერე მიმართეს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ. მეც არ მაქვს გარანტია, რომ სახლთან არ დამხვდება ვიღაც მით უმეტეს ყველანაირი მწვანე აუნთეს. ეს დაჯგუფება შეიძლება ეხა სასაცილოდ არის, მაგრამ აგერ ნინო კალანდია იყო შაშან ორჯერ დაესხნენ, ხო? თავს ორჯერ დახვდნენ. რა გარანტია არავინ არ არის დასჯილი. ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის პოლიტიკოსები იქნებოდნენ თუ აქტივისტები, ტიტუშკები ეგრეთ წოდებული სახლთან ხვდებოდნენ, ცხვირპირს უერთიანებდნენ, მერე ამაზე თითქოს არაფერი, ან ტელეფონზე ურეკავდნენ და მცირე
20 წლოვანი ბავშვებიდან დაწყებული, პენსიონერი მშობლები დამთავრებული. აი, ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ქართული ოცნების რაღაც მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია და როცა ჩვენ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გვეუბნება, რომ მშვიდობის გარანტია და ამ ქვეყანაში მშვიდობა და საერთოდ საქართველო არ იარსებებსო ბიძინა ივანიშვილის გარეშეო, ეს რანაირი მშვიდობაა საკუთარ ხალხთან თუ აი ესეთ ღია ომში და დაპირისპირებაში ხარ შესული, ხო? და ყველაფერს აკეთებ, რომ ხალხმა ერთმანეთს მართლა რაღაცა ძალიან მძიმე შედეგამდე მიიყვანოს სიტუაცია. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ ოცნებას ძალიან ავიწყდება და ვერ ხვდება, რომ აი ეს მოგროვილი სიძულვილი, ზიზღი და წამთებული მწვანე ამ ძალადობაზე აუცილებლად თვითონაც მიუბრუნდება. უბრალოდ გახდება მოვა დრო, როცა უმართავი იქნება ეს ძალადობრივი დაჯგუფებები და ასევე მათაც არ მოეწონებათ რაღაცა ქართული ოცნების და ისევე გაუსწორდებიან ფიზიკურად, როგორც ჩვენ გვისწორდებიან. ცოტა უფრო ჭკვიანი, მე უფრო ჭკვიანები მეგონენ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბრიყვები აღმოჩნდნენ. იმედი მაქვს შეურაცხყოფაში არ ჩამომართმევენ და კიდე უწყებას არ დამახვედრებენ გარეთ. ხო, ნუ ეხლა სადაც ეს პლაკატზე მის დაწერა არის ხულიგნობა, შეიძლება ესეც ჩაკითხავთ ხულიგნობაში, მაგრამ ხო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასეა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ პირდაპირ განსაზღვროთ რა არის, ვინ არის ამ ქვეყნის საფრთხე და ყველა ადამიანმა ხმა უნდა ამოიღოს ამ საფრთხის წინააღმდეგ, ვიდრე ყველა მათგანს მართლა სახლში არ მიაკითხავს ეს ძალადობა. ყველაზე პატარა მაგალითი ყველა ვნახა სოციალებში ქალბატონი გარემოვაჭრე, რომელიც მარშების დროს შარშან გულანძღავდა და კუბოში გუდავდა პირველი პირდაპირ გაგებით ააგდეს გარემოვაჭრე რიყეზე და მე ისინი ჩაალაგა კუბოში ასე რომ ყველასთან მივა, აბსოლუტურად ყველასთან მივა. სამწუხაროდ არ მიხარია, მაგრამ სამწუხაროდ. ნამდვილად, უბრალოდ ჩვენ ხვდებით რა არის ამ ყველაფრის შედეგი და ეს გაფრთხილებაც თქვენი მოვალეობა და ძალიან დიდი მადლობა ია თქვენ, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც არ უშინდება არანაირ ძალადობას ოცნების მხრიდან და ვისაც ზუსტად აქვს გააზრებული რისთვის იბრძვის და სად გადის ზღვარი ამ ქვეყნის ნათელ მომავალსა და ძალიან ბნელ და ძალიან სახიფათო წარსულში ჩაჩეხვას შორის. ამიტომ მადლობა ამისთვის თქვენ და მადლობა თქვენი სახით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლას არ წყვეტს. თქვენს მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვიცი როგორ პირობებში უწევთ ოპოზიციად განწყობილი მედიების მუშაობა რა რთულია, ფინანსური პრობლემებიდან დაწყებული სხვა რიგი საკითხებით დამთავრებული და რა თქმა უნდა თქვენს ძალიან დიდ მადლობას იხდით, იმიტომ თქვენ ხართ ჩვენი ხმა. დიდი მადლობა, მადლობა ია, მადლობა წარმატებას გისურვებთ. ია მელითაური იყო ჩვენი სტუმარი.